ქართულმა ინტელიგენციამ კიდევ ერთი ინტელექტუალური აზროვნებით გამორჩეული პიროვნება დაკარგა. 66 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი აკაკი სიხარულიძე. ქართულმა ინტელიგენციამ კიდევ ერთი ინტელექტუალური აზროვნებით გამორჩეული პიროვნება დაკარგა. 66 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჟურნალისტიკის დაფუძნების დღე. აკაკი სიხარულიძე იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ახალგაზრდულ და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ასევე ტელე-რადიო გადაცემათა რედაქციების სექტორის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი და რექტორი, გაზეთ საქმის მთავარი რედაქტორი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. გამოცემული აქვს აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკუდავება“. ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებასა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მე უსურვებ ჟურნალისტიკას, განსაკუთრებით დღევანდელს, პირველ პროფესიონალიზმს და ობიექტურობას. პროფესიონალიზმი ძალიან საჭიროა, ძალიან საშუალო საქმეა, იმიტომ რომ მიკროფონი აიღო ან ავტოკალამი აიღო თუ კომპიუტერში აკრიფო ტექსტი, ეგ არ არის ჟურნალისტიკა მარტო. ინფორმაციასაც მომზადება უნდა, პროფესიონალიზმი უნდა და მით უმეტეს, როცა რაღაც ანალიტიკურ მასალას ამზადებ, იქ ცოტა უფრო მეტი უნდა იცოდე, ყოველ შემთხვევაში არანაკლები, ვიდრე რესპონდენტმა იცის იმ საკითხში, იმ სფეროში, იმ დარგში. თუ გინდა რომ ნორმალურად გამოიყურებოდო, თუ გინდა რომ ნორმალურად წარმართო ეს ინტერვიუა თუ სხვა ნებისმიერ ჟანრი, ამიტომ უსურვებდი პროფესიონალიზმს. ერთი და მეორე, მიუკერძოებლობა არ შეიძლება ჟურნალისტი იყოს მხარე. ყოველ შემთხვევაში, თუ მაინდა-მაინც მხარე ხარ და აჩემებული გაქვს რაღაც ერთი მიმართულება და ხანდახან შეიძლება გამართლებულიც იყოს, იმიტომ რომ ადამიანი ხარ და ადამიანურად რაღაც გარკვეული დამოკიდებულება გაქვს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, ამა თუ იმ პიროვნების მიმართ, ეს ძალიან არ უნდა იგრძნობოდეს. თვალშისაცემი არ უნდა იყოს. ფაქტები და არგუმენტები უნდა იყოს ობიექტური და მიუმხრობელი. ამაგდარ ჟურნალისტს 11 ოქტომბერს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.